Ცემის შემდეგი სტუმრები არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, დიპლომატი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის წარმომადგენელი. ეს ორივე მოძრაობა ემზადება, რომ სულ მალე პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. მოგესალმებით, ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდებით, მანამდეც თქვენი მოსაზრებები აქტიურად ვინტერესდებოდით და მომავალში დავინტერესდებით. ამ შემთხვევაში ჩვენ განაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ ამ მოძალადების დაკავებით გამო და ეს ყველაფერი შეიძლება ნიკოლოზ ხშირად უფრო საერთაშორისო თემებზე გვყავს ეთერში და დღესაც ვკითხავ მას თუ ეს ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც ხო ამდენი ამბავი მოხდა. და ეს ყველაფერი შეიძლება საერთაშორისო კონტექსტს უკავშირდებოდეს, ხო? მოსკოვის მექანიზმი იქნება და რაღაც დაალაგების ცდელობა, ხო? იქ ერევანში ზელენსკის ჩამოართვეს ხელი, აგერ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია სტუმრად და თითქოს ქართული ოცნება რაღაცას ცდილობს. არ ვიცი, თქვენ ანალიზი როგორ არის, როგორ გადაწყვიტა, ან რატომ ლევან შენგან დავიწყებ ხელისუფლებამ, რომ აი მოძალადეები დაეკავებიან, მოძალადე პოლიციელი. მოგესალმებით. ჯერ იცით აღნიშნოთ როგორ დააკავეს ეს მოძალადეები და რამდენი მოძალადე დააკავეს. რა თუნდო და 2 წელი იმის გამოძიებას თუ ვინ ჩაიდინა ესეთი სასტიკი დანაშაული თბილისის ქუჩებში. ნება რო ყოფილიყო სამართალდამცავი უწყებების, უშიშროების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსი თუ სხვა დაწესებულებების ეს დამნაშავეები უკვე კაიხნის დასჭილები უნდა იყვნენ. ასე რომ ეს უსინდისობაა და არის თვალებში ნაცრისფერი შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ესი აგვიანებენ და ამდენი წლის შემდეგ ძლივს, ასე ვთქვათ, სჯიან 1 და 2 ადამიანს. ეხლა მეორე ასპექტი ამ ყველაფრის, აი ეხლა სტუმარი ყავდათ თქვენ ბატონი ზვიად მაისაშვილი, ისიც ამბობს, რომ მასზე ძალადობაში მინიმუმ 8 ადამიანი მაინც მონაწილეობდა. სხვა მსხვერპლებიც ამბობენ, რომ 1 და 2 ადამიანს არ გაულახიათ ისინი და 1-2 ადამიანს არ უწამებიათ. აი ეს მსხვერპლები გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული აი ამ ძალადობაში და ამოარჩიეს რამდენიმე განტევების ვაცი, რომელთაც ალბათ დანაშაულიც მიუძღვნით, რა თქმა უნდა და მხოლოდ ისინი დასაჯეს. აი ესეც მეორე უსინდისოა, თვალებში ნაცრის შეყრა და ტყუილი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ვაკვირდებით ჩვენ. რაც შეეხება მოტივებს ამ ყველაფრის, თქვენ ფაქტობრივად ნაწილობრივ პასუხი გაეცით ამ კითხვას. ქართულ ოცნებას უდგება ხოლმე 1000-ში ერთხელ, ესე იგი ისეთი სიტუაცია, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთს, ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული. საინტერესოა, რომ აქამდე ისე პოზიციონერებდა, რომ ფეხებზე ვკიდეა. ეგ ყველაფერი ასიტყვიან, რა რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ანუ ყველაფერზე ამბობდა, რომ ჩალის ფასიას არ გვაინტერესდება. ეხლა რა შეიცვალა? არა, ხანდახან იყო შემთხვევები, ხო თქვა, როდესაც სისხლის სამართლის ტრიბუნალი შეიქმნა, იქ უკან დაიხიეს და ჩავიდნენ ამ ტრიბუნალზე უკრაინის საკითხის გამოძიება, რომ იქნება პასუხისმგებელი აი იმ ტრიბუნალზე და ხელი მოაწერეს. ანუ რაღაც მინიმალურ საკითხებზე ხანდახან, როდესაც არხის გაჭრა უნდათ ხოლმე და თანაშრომლობა უნდათ, მიდიან აი ესეთ მიზერულ კომპრომისებზე, მაგრამ აქ თავარი უნდა ვთქვათ, რომ ესეთი კომპრომისები და პატარა ნაბიჯები სურათს ვერ ცვლის, ეს არაფერს არ შეცვლის ეს პოლიტიკა, ქართულ ოცნებას თუ უნდა რომ დაალაგოს რაღაცები დასავლეთთან, ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულებები და ეს ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, ეს უნდა შეცვალოს. ხელისუფლება ამას არ აპირებს და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ტექნიკურ საკითხებზე მას ექნება ყოველთვის დიალოგი დასავლეთის წარმომადგენლებთან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის ჩამოსვლა საქართველოსთან ასეთი ტექნიკური საკითხების დაალაგებასთან იქნება დაკავშირებული და ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, ნუ მოტყუდებით ამ ტექნიკური საკითხების დაალაგება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას და სტრატეგიის ცვლილებას. ნიკოლოზ, მე ვახსენე, თქვენ ვიყავით ერევანში, ესწრებოდით ხო, აი ჩასული იყო ევროპის თითქმის ყველა ლიდერი, მათ შორის კანადის ლიდერის ჩამოსული, იყო ზელენსკის ჩამოსული და რას ნიშნავს მაგალითად ის, რომ საქართველოს ხელისუფლება განსხვავებულად არაპარაკდა უკრაინასთან დაკავშირებით, ეხლა მარტო ხელის შემოქმედება არ ყოფილა. ეხლა ვნახეთ ჩვენ, რომ შემდეგ უკვე როდესაც დაბრუნდა პრეზიდენტი ზელენსკი კიევში, იქ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კიდე საუბარი გაიმართა და რაღაც თითქოს მოძრაობა დაიწყო ამ მიმართულებით, ну დღეს ვახსენეთ აგერ
სახელმწიფო დეპარტამენტიდან არის ჩამოსული მაღალჩინოსანი და ამ ფონზე ეს დაკავებები და ასე შემდეგ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადაიტვირთება, თქვათ ეს ურთიერთობა. დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ზუსტად აი დღევანდელი ფაქტი რაც არის, მე ამას შევხედავდი უფრო ფართო ჭრილში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ დღევანდელი ფაქტის გარდა, ამ ბრალდების წარდგენის გარდა ჩვენ ახეთ იგივე ახსენეთ ზელენსკის კონტექსტში შეცვლილი რიტორიკა, ასევე სხვა განცხადებები, რომელიც გარკვეულწილად მიმართული იყო დასავლეთთან დათმობისკენ და ეს ყველაფერი არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ საერთაშორისო კუთხით ქართულ ოცნებას უკვე სერიოზული პრობლემები აქვს და შესაძლოა მე არ გამოვირცხავ, რომ მოლოდინი იყოს, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯებიც იყოს დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების კონტექსტში და ამიტომ ასეთი ნაბიჯებით ის ცდილობს, რომ გარკვეული წარმოდგენა შექმნას, თითქოს ის რაღაც დათმობებზე მიდის. დღევანდელი ფაქტი შეიძლება იყოს ამის დასაბუთება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ხა წელიწად ნახევარი ასეთი კომპლექსური ძალადობა მოხდა ქვეყანაში და წელიწად ნახევარის განმავლობაში როგორ წარმოგიდგენიათ, ხა ამხელა ძალოვანი უწყება არის, ყავს შესაბამისი სამსახურები და ვერ გარკვიე ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი, ანუ ძალიან აბსურდულია ეს ყველაფერი, მით უმეტეს აქ არ არის მხოლოდ ხუთკაცზე საუბარი, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა ყველაფერს და იგივე რაცაც ჩვენ ხედავდით კამერებში, როგორ ძალადობდნენ ადამიანების წინააღმდეგ და მეორე რაც ხდებოდა დაკავების მანქანებში, ხო, ანუ ამის არაერთი განცხადება გვინახავს ამის შესახებ თვითონ დაზარალებულების მხრიდან და ჩვენი გუნდის წევრიც კი იყო, მოხდა ამ ძალადობის ხერხი და შესაბამისად ამას ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძანების გამცემლები ვინც იყვნენ, ესეც საკმაოდ საინტერესო გარემო აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს უბრალოდ რაღაც გარკვეული პიარული ნაბიჯი იმისთვის, რომ დასავლეთი დაანახონ, რომ ვითომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში დეესკალაცია, თუმცა სანამ არ მოხდება ყველა დამნაშავის დაკავება, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში, იმ ადამიანების გამოშვება, ვინც ციხეში არის, იმ საჯარო მოხელეების ადგენა სამსახურებში, ვინც უკანონოდ გაათავისუფლეს თავისი პოზიციის გამო და ასევე სხვა ნაბიჯები, მათ შორის ის კანონმდებლობის გაუქმება, რომელმაც თითოეულ ადამიანს გაურთულა ცხოვრება და თითოეულ ადამიანს პრობლემა შეუქმნა, ხო? ანუ ამის გარეშე მე არ ამგონია, რომ რაიმე სახის კარდინალური ცვლილებები მოხდეს დასავლეთთან მიმართებით და შესაბამისად ეს ნაბიჯიც უნდა ალბათ შევაფასოთ როგორც ამის ნაწილი, თუმცა ამას რა შედეგი მოყვება, მე არ მგონი რამე მნიშვნელოვანი შედეგი გქონდეს და დასავლეთმაც დარწმუნებული ვარ, რომ იცის ამის შესახებ. რაც შეეხება ერევნის ვიზიტს, დიახ, ქონდა ჩვენ ერევანში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, მე და ვიქტორ ყიფიანი ვიმყოფებოდით მათ. ქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპის და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ქონდა შეხვედრა რამდენიმე მინისტრთან, ასევე ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებთან და საკმაოდ დინამიური შეხვედრები იყო, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანი იყო ამ ვიზიტში, რომ ჩაგვეტანა ადგილზე ჩვენი ქართული იდეა, ჩვენ არ ქონდა რაღაც პარტიული დღის წესრიგი, ჩვენ დღის წესრიგი მოიცავდა ეროვნულ საკითხებს და საქართველოს წარმოჩენას იმ სახით როგორც თქვათ ცვლილებებზე ორიენტირებული, ეს ქვეყანა სადაც რომელიც მზად არის უკვე ცვლილებებისთვის, ქვეყანა სადაც ჩვენ ასე ვთქვათ მივდივართ იქითკენ, რომ განვავითაროთ ეს ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი ძალისხმევა იყო მიმართული, რომ ის ძაფები ჯერ კიდე რომელიც დარჩა დასავლეთთან შევინარჩუნოთ და როდესაც დადგება მოცემულობა იმისთვის, რომ მოხდეს ცვლილებები, ჩვენ უფრო მარტივად შევძლოთ იმ ურთიერთობის ადგენა და წინ წავწიოთ, ვიდრე ეს დღეს არის. თუმცა მანამდე როგორც ვთქვით, ქართულ ოცნებას ცდილობს ამ ურთიერთობის აღდგენა, რაღაც პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, იგივე ირაკლი ყობახიძემ ერევანში თქვა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, ამათგან განსხვავებით 7 ქვეყანას ვაკავშირებთ ჩვენ ზღვასთან. ანუ დაახლოებით როგორი განცხადება იყო, ხო, დასავლეთის რომ კი გინდა თქვენ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, შუა აზიასთან ურთიერთობებს ყო, მაგრამ ჩვენს გარეშე არ გამოგივართ, ჩვენ ვართ კარიბჭე, ამიტომ თუ გინდათ ეს ჩვენ უნდა დაგველაპარაკოთ და ამაზე არის ხო ეს იმედი რომ და მე მათი ასე თქვა და გეწოლი ექსპერტები და ასე შემდეგ განსხვავებული საკითხები რომ ადრე თუ გვიან მოუწევს დასავლეთს, იმიტომ ჭირდებით. იმიტომ ჩვენს გარეშე ეს არ გამოვა და მეორე განცხადება რომელსაც აკეთებენ რომ აქ ხელისუფლება ვერ შეცვალეთ, ჩვენ ვართ
ყარათ ვართ და შესაბამისად მაგის იმედი ნუ გვაქვს რომ სხვა მოვა. ამიტომ ჩვენ დაგველაპარაკეთ. ანუ ეს არის მათი იმედი ძირითადად რასაც ემყარება რომ დასავლეთი ადრეთვე მათთან დაალაგდება. რამდენად შეიძლება ეს იმედი გამართლდეს ლევან თქვენთან? რა თქმა უნდა, დასავლეთიც და ის ეკონომიკური ჯაჭვები, რომელიც გადის ხოლმე სამხრეთ კავკასიაზე, ცდილობენ რომ დაელაპარაკონ და დაალაგონ საკითხები რეალურ ხელისუფლებასთან და რეალური ძალაუფლება ვისაც აქვს საქართველოში იმ ძალასთან, მაგრამ ეს დაალაგება ცალმხრივად არ ხდება. ეს დაალაგება რაღაც ულტიმატუმების საფუძველზე არ ხდება. თუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ეს ეკონომიკური ჯაჭვები შეინარჩუნოს, ესე იგი გადაზიდვები შეინარჩუნოს, მას მოუწევს ასევე კომპრომისზე წასვლა, მას მოუწევს ანგარიშის გაწევა დასავლეთის მოთხოვნებისადმი. ესე მარტივად არ არის საქმე, ასე რომ რაც არ უნდა შემოსხონ, ასე ვთქვათ, ბედნიერების ყიჟინა და საკუთარ ძალაზე ისაუბრონ, ძალიან ბევრი ზეწოლის საშუალება აქვს დასავლეთსაც, აღმოსავლეთსაც, ცენტრალურ აზიასაც და სხვა ქვეყნებსაც საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაზე. ასე რომ ვერ გამოძვრებიან, ესეც პროპაგანდაა, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი, ჩვენს გარეშე არაფერი არ გამოვა და რადგან ესეთი მნიშვნელობა გვაქვს, ყველა ფეხქვეშ გაეგება საქართველოს ხელისუფლება. არ იქნება ესე, თუმცა მათ აქვთ ნამდვილად უპირატესობა საქართველოს გეოგრაფიის სახით და ამის გამოყენებას ცდილობენ და ეს ბუნებრივია. კეთო, ნიკას, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ანუ შეეგუოს დასავლეთი, როგორც ვთქვათ, მაგალითად, სხვა ქვეყნებში ეგუება ავტორიტარულ ხელისუფლებებს და მათთან თანამშრომლობს. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ დასავლეთის ჩართულობაზე სტრატეგიულ პროექტებში და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ჯაჭვში, რომელიც საქართველოზე გადის და შეიძლება გაიაროს, ხო, ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად ამერიკა შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, განახორციელოს ინვესტიციები, ასევე ევროკავშირმა მოახდინოს თავისი კომპანიების სტიმულირება, რომ ისინი ჩაერთონ ამ ყველაფერში, ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა. მე ზოგადად საუბრობ სტაბილურობაზე, ეს იქნება დემოკრატია, იქნება ეს თუ იქნება ავტორიტარიზმი, მთავარი ეს სისტემა იყოს სტაბილური და არანაირი საფრთხე არ შეექმნას მათ მომავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუმცა დღეს საქართველოში ჩვენ ვერ ხედავთ პოლიტიკურ სტაბილურობას, ქვეყანაში არის პოლარიზაცია, ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, ასევე დრაკონული კანონები არის მიღებული და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამ ნაბიჯების გადადგმა. მე რა თქმა უნდა არ გამოვიწყო რაც კომუნიკაციის გააქტიურებას ცალკეული მიმართულებებით, მათ შორის დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტიც ალბათ გარკვეულ შედეგებს გამოიტანს, თუმცა ის ურთიერთობები და ის ნდობა, რომელიც არსებობდა წლების წინ, ხო, ამ ნდობის ადგენას ძალიან დიდი ხანი დაჭირდება, იმიტომ რომ ნდობა თუ არ არსებობს პარტნიორებთან აქ ძალიან რთულია საუბარი რაღაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე და სწორედ ერევანში ვიზიტის ფარგლებში, ხო, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ კომუნიკაცია გქონოდა ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ერთი მხრივ რაღაც ნდობა გაჩენილიყო ონც აქეთ ხარეს მდგომი ჯგუფების მიმართ და მეორე მხრივ გადაგვედგა ესეთი ნაბიჯები, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილიყო, შენარჩუნებული იყო საერთაშორისო დღის წესრიგში და შესაბამისად მომავალში ეს ფიქრი გაგრძელებული იყო, რომ საქართველოში როდესაც მოხდება ცვლილებები, ეს პროცესი გაგრძელდება და ეს პროექტებიც უკვე ძალიან აქტუალურ ფაზაში შევა. მე დავამატებ ერთ პატარა ასპექტს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დასავლეთ და როგორ დაალაგდება ჩვენი ავტორიტარული ხელისუფლება და რაღაც საერთო ენას გამონახავს თუ არა. ამას აქვს თავისი ფასი და მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის დაალაგდება თუ არა საქართველოს დღევანდელი რეალური ხელისუფლება თავის მოსახლეობასთან და ვერ ლაგდება. და ეს მოსახლეობა და საქართველოს ხალხი არ ეგუება აი იმ ცინიზმს, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს. ხან გვეტყვიან, რომ ნახევარი კილო ხორცი 10 ლარიღის და წადით და ბაზარში იყიდეთ. ხან გვეტყვიან ბენზინის ისინი დისტრიბუტორები, რომ ჩვენ ალტრუისტები ვართ და იაფად ყიდით ბენზინს და მადლობა თქვით, რომ კიდევ უფრო მეტად არ ვაძვირებთ. ხან გამოვა რომელიღაცა 7 მილიონერი და შეეცდება, რომ იზრუნოს იმ პროდუქტის ფასის გაიაფებაზე, რომელსაც თვითონ არასდროს არ ყიდულობს. ხან რომელიღაც აგროკრედიტს გასცემენ, რომელიღაც მილიონერ დეპუტატზე და ესეც სისტემას ქმნიან, სრულიად
სამართლოს, სადაც მარტო კორუფცია კი არ მეფობს, მეფობს უთანასწორობა, რესურსების არათანაბარი გადანაწილება, ჩაგორა და ესეც სისტემას ხალხი არ ეგუება, ასე რომ ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები თვითონ ხო ემრძვიან იმას კოლონიალიზმს და დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა. წინამდვილეში მათ არ უნდათ დამოუკიდებლობა, მათ უნდა დაალაგონ ეს რაღაც აღებების ჯაჭვი, რეალურად დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი რომ უნდათ, ისინი იფიქრებოდნენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოზე, მის მშენებლობაზე, მის გაძლიერებაზე და ნორმალური სახელმწიფოს საფუძველი ყოველთვის არის ის, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანებსა და ხალხს შორის არსებობს ელემენტარულ წესებზე შეთანხმება მაინც და აი ამ წესების შეთანხმებამდე ვერ მივიდა ქართული ოცნება 14 წელია და პირიქით ყველანაირი წესრიგი რაც არსებობდა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში მოშალა და დაანგრია, ასე რომ არც სუვერენიტეტია, არც დემოკრატიაა და ვერაფერსაც ვერ დაალაგებენ თუ ესეთი სიტუაცია და ესეთი უთანასწორობა კომპეტენციაზე არ ვამბობ საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, პირველ რიგში ამისთვის საჭიროა კომპეტენტური მთავრობა და ნდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რაც ან სასაცილო არ არის იმაზე ლაპარაკი, ხა ამბობენ რომ ჩვენ დასავლეთთან ვალაგებთ სიტუაციასო, არ ვაკნინებ რა თქმა უნდა არავის და მართლა სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიღაცა ესე იგი სტრუქტურის ხელმძღვანელს შეხვდნენ და ამით იწონებენ თავს და აგერ ერთი კვირის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც კირსტარმერიდან დაწყებული, მაკრონით გაგრძელებული დარბოდნენ და ვარჯიშობდნენ ერევნის ქუჩებში, ხო? და იქ ესე გიუმრიში ჩადიოდნენ. ქუთაისში რო ჩავიდეს ახლა ნახევარი ევროპა ხო ძალიან გაგვეხარდება, ხო ეს იქნება აღიარება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის, ხო? ესეთი აღიარება გვაქვს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც უცოტა ხნის წინ სრულიად ჩამორჩენილი იყო ყველა საერთაშორისო პროცესს და აქ თავს იწონებენ იქ, რომ სადღაც დერეფანში ვიღაცას ხელი ჩამოართვეს და რომელიღაცა დერეფნის ხელმძღვანელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩამოვიდა და მაგათ შეხვდა. არასერიოზული და სასაცილოა ეს შედარებები და ეს კონტექსტი, რომელსაც ქართული ოცნება თავისი უსუსურობით ქმნის სამხრეთ კავკასიაში. ერევნის თემაც ახლა ლევან მახსენა პოლიტიკური ლიდერების თავმოყვა ერევანში, მაშინ როდესაც საქართველო ითვლებოდა რეგიონულ ლოკომოტივად დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით და ვფიქრობ, რომ საქართველოს გაეგრძელებინა პროდასავლური კურსი, ალბათ დღეს ეს ლიდერები საქართველოში იქნებოდნენ, ჩვენ ხედავთ, რომ სომხეთმა ასე ვთქვათ გადმოიბარა ეს ფუნქცია და დღეს ვართ ჩვენ იზოლაციაში, ჩვენ ვართ აუთსაიდერი, როცა ვიყავით ლიდერები და სომხეთი, რა თქმა უნდა, მე ძალიან მიხარია სომხეთის წარმატება, თუმცა უფრო დიდი წარმატება შესაძლებელი იყო, დამდგარი იყო მთლიან რეგიონის კონტექსტში, საქართველოს და სომხეთს ერთად რო განეულო ეს გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად ინტეგრაციული პროცესებიც უფრო დაჩქარდებოდა და უფრო მეტი შედეგი დაიდებოდა რეგიონულ კონტექსტშიც, როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის და ასევე აზერბაიჯანისთვისაც, იმიტომ რომ სომხეთი ყოველთვის საქართველოს განიხილავდა როგორც ასე ვთქვათ ხიდს, ასევე როგორც აზერბაიჯანის დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით და დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გარკვეულ შემოფერხებულ ფაქტორად ვიქეცით ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ხო, ამ მნიშვნელობაში, ამ საქმეში რა თქმა უნდა, ხალხი მნიშვნელოვანია, რაც ლევანმა ისაუბრა და სწორედ ამისთვის ჭირდება ქართულ ოცნებას და დასავლეთიდან მოიპოვოს აღიარება, რომ ხალხის მერე შთაგონოს, რომ მორჩა. ყველაფერი თქვენ ბრძოლასაც აზრი აღარ აქვს უკვე, იმიტომ რომ აგერ ოღონდ ხალხიც მარტო დასავლეთის სიგნალებზე არ რეაგირებს, ეს მაგათ გონიათ ეგრე. ახლა აქეთ გადავიდოდი, რომ უბრალოდ აი ერთს დავამატებდი რა ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ დასავლეთთან ინტეგრაციაზე, ხო, ანუ ეს არ არის რაღაც ახალი ხილი და რაც ახალი პოლიტიკური მიმართულება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენთან ქრისტიანობა რამდენი საუკუნის წინ შემოვიდა, ხო, ანუ ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია არის ჩვეულებრივი ისტორიული პროცესი და ჩვენ ეს რაღაც კი არ ვქმნით ახლა ჩვენ ბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილი არის. შესაბამისად, დღეს რაც ხდება საქართველოში, მე ამას აღვგო როგორც დროებით, საბოლოოდ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენ ისტორიულ ნაწილში და საბოლოოდ ჩვენი ხალხი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი, ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ეს საბოლოოდ დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ხო, აი ამისთვის მინდოდა ბოლო კითხვა სწორედ დამეცვა, რომ იმისთვის რომ დასრულდეს გამარჯვებით, ასე შემდეგ საჭიროა ქვეყანაში არსებობის ალტერნატივა. ეს ალტერნატივას ხედავდეს უნდა პირველ რიგში ქართველი ხალხი, რომ გააქტიურდეს ამ ბრძოლაში და მას შორის დასავლეთიც, რომ მან არ გადაწყვიტოს, რომ შევეგუოთ რაც არის, ეს არის ასე დამოკიდებულა, რომ არ არსებობდეს და აი ეს ალტერნატივა
ამ ეტაპზე არ ჩანს, მოდი ასე ვთქვათ, ბევრი ცდილობს და კარგია ესო ცდილობს, ვთქვათ, ალიანსი შეიქმნა და მათ აქვს ცდილობა, რომ ჩამოყალიბდნენ ალტერნატივად, მაგრამ ნუ კიდევ არის მოთხოვნა ახალ ძალებზე, მე ვთქვი, რომ თქვენ ხართ პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც მალე პარტია დაკეთებით, მაგრამ ამდენად ხედავთ ამ შანსს, რომ გაჩნდეს ძლიერი ალტერნატივა ამ ქვეყანაში, რომელზეც ნუ არ კითხავენ ირონიულად, რომ კაი ივანიშვილს რო გაუშვებ, ვინ მოგყავს. ხო, კაფლოცების წევრები ასე კითხულობენ ხოლმე. ხარდამჭერებული, რა მოდი შენ გადავწე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლებას ყავდეს არა ერთი ალტერნატივა, არამედ რამდენიმე ალტერნატივა, ხო? ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან უტევს. საქართველოშიც საჭირო რომ მარცხენა ფლანგიდან წყობრად ხვიჩასნაირი ტალანტით შეუწიოს რომელიღაცა ჩვენგან ყველგან მარჯვნიდან უტევენ. ხო და აი მარცხენა თავდასხმელებს და ცენტრიც არ უნდა დაგვაუწყდეს. ესე იგი ნახევარმცველებს წინ წაწეულს ვამზადებთ ჩვენ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სახით, ვამზადებთ პროგრამასაც და ძალიან სერიოზულად ვაპირებთ მუშაობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარია ქართული ოცნება მომავალ არჩევნებზე, როცა იქნება და როგორც იქნება, ჩამოწდეს 50%-ს და არ მოიპოვოს უმრავლესობა. ერთბაშად გაწმენდა და დუსტით შეწამლა და გაგდება, ესე იგი, მთლიანად პოლიტიკური ველიდან 50% არ მოიპოვოს, ნიშნავს გაგდებას ახლა. ხო და მაგას ვამბობთ. ეგ არ არის პატარა საქმე. არ არის პატარა საქმე და მაგას ვამბობთ, ანუ მოსახლეობას არ უნდა კონდეს მოლოდინი, რომ ვიღაც ახალი პოლიტიკური ძალა მოვა და ერთბაშად აიღებს 60%-ს და დაძირავს ამითი ქართულ ოცნებას. არა, იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, აგერ ცენტრში ვართო თქვენს, ჩვენ მარცხნიდან ვიქნებით და ცენტრი და აქედან შევეცდებით, რომ გავაძლიეროთ ეს პროცესი და ვნახოთ, მთავარია პოლიტიკურ პროცესში, რომ ახალი მეთოდებით დაიწყონ პოლიტიკურმა ძალებმა ბრძოლა და ააშენონ სტრუქტურა. აი, მე რა დღეს საუბრობენ ხოლმე რეგიონებში გავიდეთ. რეგიონებში მარტო გასვლა და იქ ლაპარაკი და ბიჟაზე ჩამოდგომა არაფერს აცვლის. უნდა ააშენო პარტიული სტრუქტურა, რომელიც ერთ ჩასვლაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ შექმნის რაღაც სისტემას და ადამიანებს დაორგანიზებს. აი, ხა ჩვენ ვცდილობთ, რომ ისეთი სისტემა ავაშენოთ, რომელიც ადამიანებს ორგანიზებას, მობილიზებას შეუწყობს ხელს და არ იქნება დამოკიდებული, თქვათ, რეგიონში ერთხელ ჩასვლაზე და ორჯერ ტელევიზორში გამოსვლაზე. ხო, აი თქვენი მოძრაობა ის ჯერ საქართველოს სახელი კარგი მოგიფიქრებიათ, მაგრამ რამდენად ფიქრობ, რომ შეიძლება რაღაცა სათავეში მოექცეთ ამ მოძრაობის, რასაც კი ალტერნატივის ჩამოყალიბება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალ პარტიების შექმნაზე, ხო, ანუ აქ მთავარი რაოდენობა არ არის, მთავარი ხარისხი არის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი გუნდით, რომელიც დაკომპლექტებულია არაერთი პროფესიონალით, რომლებსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია ქვეყნისთვის, თავისი აგური დაუდია თავის ქვეყნის განვითარებაში. ეს გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს, ეს არის 10, 20, 30 წელი გამოცდილება, ხო, ანუ ეს ჩვენი გუნდის მთავარი იდეა არის ზოგადად საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი ხელწერის შემოტანა. ჩვენი მიზანი არის არა თქვათ რაღაც ფუჭი დაპირებები მივცეთ საზოგადოებას, არამედ შევთავაზოთ კონკრეტული ხედვა, კონკრეტული ნაბიჯებით, სადაც თითოეული ჩვენი მიზანი იქნება გაწერილი კონკრეტული ნაბიჯებით, თუ რას ვაპირებთ იმისთვის, რომ სიტყვაზე გამოვასწოროთ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, განმავითაროთ თავდაცვა და ასე შემდეგ. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში მთლიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა. სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ ტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. ბევრი ფაქტორი არის, რომელიც ჩვენს უკავშირებს, თუმცა ეს პოლიტიკური კულტურა, რა თქმა უნდა, გაიზარდა 90-იანებთან შედარებით, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ ნამდვილ ძლიერ ერად და ჩვენი ამოცანა ერთ-ერთი არის ის, რომ განვავითაროთ სამოქალაქო ნაციონალიზმი საქართველოში და საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ თანამედროვე ერად, რომელიც იქნება კონკურენტული როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში და ასევე მთელ მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ გაჩნდება ნდობა და ეს ამ ნდობით ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმით და ჩვენი კეთილსინდისიერებით ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ქვეყნის კრიზისიდან ამოყვანას და მეორე მხრივ
ქვეყანას იმ რელსებზე დაყენებას, რომელიც ჩვენ საბოლოოდ გავიყვანს სამშვიდობოზე. გასაგებია, ხო, აი ვაპარაკობთ, ანუ ვთქვათ ურთიერთობის აღდგენაზე და აი ზელენსკი დაელაპარაკა კობახიძეს და უკვე ხედავთ ხა რა კონტექსტში უყურებს ქართულოცება. ამას შალვა პაპუაშვილი ამბობს, ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ. ალბათ სურთ გადააზრებული პოზიციის წარმოდგენაო. ამ გვიახმენო რა ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი გავიტანეთ რა ცოტა რომ დამშვიდდება სიტუაცია, რომელიმე გამოცებლობას უნდა მივმართოთ, რომ შალვა პაპუაშვილის აბსურდული გამონათქვამების ორტომეული გამოუცეთ, იმიტომ რომ ამ ერთი არ ეყოფა და თან აღვირია გახსნილი. ყველაფერს ამბობს. ხო არის ქართული გამოთქვა, რომ როგორც ყველაფერი არ ითქმება, ასევე ყველაფერი არ იჭმება. ეს კაცი მგონი ყველაფერსაც ჭამს ამ პოლიტიკურ ველზე და ყველაფერსაც ამბობს და თან აი არა აქვს მუხრუჭი. და ეთყობა გამოყენებული ესეთ რაღაც ყვირალა თავად და უკვე თვითონაც უნდა უთხრან ახლობლებმა, რომ საზოგადოებაში ძალიან არასერიოზულად აღიქმება ბატონი პაპუაშვილი და თვითონ პარლამენტს როგორც ინსტიტუტს თავისი აი ამ განცხადებებით არ წხვენს ხოლმე. ხო, თუმცა ეს დამოკიდებულება არის, ხო, საინტერესო, რომ აი ჩვენ ზელენსკი თავისი ფეხით მოვიდა ჩვენ. სამაგერად კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ არა, მე არაფერი არ მithქვამს, ცუდი და გონიათ, რომ აი ამ იწილოთი მოვატყუებენ სოფლიოს, რომ აი კობახიძე თურმე არაფერს არ ამბობს, სუც იმაზე რა ქვია, დასავლეთზე და აი შალვა პაპუაშვილი ამბობს და დაიჯერებს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ის სხვა და ეს სხვა. ხო, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ყველაფერს კარგად ხედავს, უბრალოდ ესეთი ტიპის ნარატივები ხო რაც გვესმის უფრო მიმართული არის ქართული ოცნების შიდა აუდიტორიაზე, რომ თქვა დაანახონ, რომ ისინი რაც მაგრები არიან, რაც ძლიერები არიან, ძლიერად განან, ძლიერად პოზიციონირებენ და ასე შემდეგ. ამას უფრო ნარატიულია ეს შიდა მოხმარების, ასე ვთქვათ, აზრისთვის არის გაკვეთილი, თორე დასავლეთმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ძალიან კარგად ხედავენ იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში და შესაბამისად არ უნდა გვიკვირდეს ასეთი ტიპის განცხადებები. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი და ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.